მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა გუშინ. ბრალეულობა, კითხვები, ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელი საქმე იყო და არ გაკეთდა, როგორ ფიქრობთ, ანუ რა იყო პირველ რიგში გასაკეთებელი იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ტრაგედია, რაც დატრიალდა. ნინოც და ტატაც არიან საკრებულოს წევრები, ალბათ ბევრი რაღაცის თქმა შეგიძლიათ, ხო, იქ ცვლილებები შემოვიდა, არ შემოვიდა, აი რაღაცა დღეს ისეთი დეტალების დაზუსტებაზე მიდიოდა და სინამდვილეში რა ხდა ხო შუა ქალაქში ავარიული შენობა იდგა რომელიც როგორც აღმოჩნდა ხო გადაღებული ვიდეო კადრებიც ვნახეთ გადახსნილი და ხალხს თავზე ჩამოემხო აი საკრებულოს წევრები ხართ და თქვენ რა შეგიძლია თქვა ნინო მერე ტატასთან გადავალ კითხვით სამძიმრით დავიწყებ სამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიმედოვნებ რომ ქალბატონი მალე გამოჯანმრთელდება და ის ოჯახის ტრაგედია კიდევ უფრო არ დამძიმდება. მოდით დავიწყოთ კახი კალაძის განცხადებებით და შემდგომ უკვე საკრებულოს ნაწილიც. კახ კალაძემ ჯერ განაცხადა, რომ ეს იყო მეხუთე კატეგორია. შემდგომ შემეშალაო და საუბრობს მესამე კატეგორიაზე. მე დოკუმენტი, სადაც დადასტურებულად წერია, რომელი კატეგორიის იყო, არ მინახავს და ვეჭვობ რომ არც თქვენ გინახავთ. პირველი, რატომ არ აქვეყნებენ ამ დოკუმენტს უკვე მეორე დღეა 24 საათზე მეტი გავიდა და საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად. რა თქმა უნდა, ვერ გამოაქვეყნებს, იმიტომ რომ სავარაუდოდ ისიც ის კვლავ გვატყუებს. ანუ ნახეთ როგორი ვითარება. ვინ შეაფასა შენობა? საინტერესოა, ხო? ანუ ნებისმიერი შენობა. ამ შემთხვევაში შეაფასა ეს სამხარაულმა შეაფასა ეს მუნიციპალურმა ლაბორატორიამ ვის მიერ არის ეს შეფასებული რა კომპეტენციის და რა რესურსების მატარებელი ადამიანების მიერ არის შეფასებული ვიცით რომ სამხარაულს ასე თუ ისე მეტად გააჩნია რესურსი ასეა ცნობილი ყოველ შემთხვევაში ვიდრე მუნიციპალურ ლაბორატორიას თუ მუნიციპალური ლაბორატორიის როლი იმით შემოიფარგლა რომ ისინი გარეგანი დათვალიერებით ასე ვთქვათ მსჯელობდნენ რომელი კატეგორია მიკუთვნებოდა ნუ მაშინ ნათელია ხო რა შედეგიც მივიღეთ, რატომ მივიღეთ. ამავდროულად, ნახეთ, საინტერესო არის ეს დეტალი. 2023 წლის თებერვალში, როგორიც არ უნდა მიღებულიყო კონკრეტული მუხლი, რა შინაარსითაც არ უნდა ყოფილიყო, მას შემდგომ გავიდა უკვე ფაქტობრივად 2 წელი. ასეთი შენობები განიცდიან მუდმივად დამძიმების პროცესს, როცა არ მიმდინარეობს მათი არც გამაგრება, ანუ კვალიფიციური, ასე ვთქვათ, ორგანოების მიერ და იმ ადამიანების მიერ, ვინც ეს საქმე იცის და არა კორუფციაში ჩართული ამა თუ იმ კომპანიის მიერ ეს კიდე ცალკე საკითხია ვის არემონტებინებენ ვის აკეთებინებენ გზებს და ასე შემდეგ და ამავდროულად ნახეთ ამ 2 წლის განმავლობაში დამძიმდა სურათი თუ არა სწავლობდა ვინმე ამ საკითხს ან როდესაც იმ ადამიანმა რომელმაც 1 წლის წინ ეს ვიდეო გამოაქვეყნა და ცხელხაზე დარეკა გამოაქვეყნა ცხელხაზე შესულ ზარზე რა რეაგირება ჰქონდა თბილისის მერიას და შესაბამის სამსახურებს ანუ როცა მართებული დიახ, როცა მართალი ხარ შენ საკუთარი საზოგადოების წინაშე, უნდა ისაუბრო დოკუმენტებით. ამიტომ პირველი რაც კალაძემ უნდა გააკეთოს, სწორედ ასეთი დოკუმენტები უნდა გამოაქვეყნოს, მაგრამ ვერ გამოაქვეყნებს, იმიტომ რომ პრევენციისთვის არ გატარებულა არც ერთი ზომა. ამავდროულად, როცა დიდუბის რაიონის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი, სწორედ პარაპეტების მიმართულებით და სადაც 100.000-ზე იყო, ხო, საუბარი. ამაში რომელი პარაპეტი ჩაჯდა, რატომ არ შევიდა კონკრეტულად ეს ზონა მაგალითად რეაბილიტაციის ნაწილში და აქვე ვიტყვი ერთ რამეს. ნახეთ, ყველაზე მძიმე დღეს რაც წავიკითხე ეს იყო თუ გუშინ ვერ დავაზუსტებ ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ გელა გელაძის განცხადება. სადაც მან ერთი ძალიან საინტერესო თითქოს ნიუანსია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა. მხოლოდ ერთი არის მსხვერპლი. შინაგან საქმეთა მინისტრმა. როგორ შეიძლება ადამიანზე საუბრობდე და მას უბრალოდ რაღაცა რიცხვით სახით მოიხსენიებდე, ხომ? მხოლოდ რას ნიშნავს? იმ ოჯახისთვის მხოლოდ არ არსებობს, ხომ? ვის ოჯახშიც ის ადამიანი გარდაიცვალა და არც ერთი დასაკარგი ქართველი ამ ერს ნამდვილად არ ყავს. მით უფრო სხვისი არაკომპეტენტურობის, დაუდევრობის, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და კორუფციის გამო. ამიტომ საუბარი იმაზე საკრებულოში როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ეს კიდევ ცალკე თემაა.
მაგაზე ალბათ ცალკე უნდა ვისაუბროთ, აი ამ კონკრეტ მე სხვა შორის გეთანხმებით ყველაზე მეტად ყურში და გულზე მძიმედ მოსახვედრი იყო, რომ მარტო ერთი ადამიანი, აი ტატას დაუსვავ კითხვა, შემდეგ ისე გელაძისთვის ეს ხომ მხოლოდ სტატისტიკაა, დეჰუმანიზებულია სისტემა. კადრები პარალელურად ჩანს და უბრალოდ ეს კონსტრუქცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ტროტუარს ან საპარკინგო ნაწილს, როგორც აღქმულია ძირითადად საზოგადოების მიერ, არამედ გზის სავალ ნაწილსაც, იმიტომ რომ ის კენჭები და ის კონსტრუქციის დაზიანების შედეგად რაც ცვივა, ასევე სავალ ნაწილზე ცვივა. ანუ ამ შემთხვევაში ის რომ აღემართა და გაევლოთ დაუშვათ რაღაც ლენტი, დროებით რაღაცა ღობე გაეკეთებინათ, აქ არ გაიაროთ, ამასაც შეიძლება ვერ ეხსნა მსხვერპლისგან. რატომ? იმიტომ რომ ესე ზედაპირული შეფასებით, როგორცაც ახლა ვახდენთ, ხო აშკარაა, რომ აქ უფრო მძიმე სურათთან გვაქვს საქმე. თქვენ სწორად ბრძანეთ ის, რომ მესამე თუ მეხუთე ქვია, აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა რიგითი მოქალაქისთვის ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს არის ხილული საფრთხე და ეს არ ეხება მხოლოდ იმ პარაპეტს, რომელიც ვარდება. იქვე თქვენ დაინახავთ ძალიან დიდ ღიობს თავად კორპუსის, ანუ ის რომ კორპუსი არ ჩამოინგრა, ეს არის მხოლოდ დროებითი მოცემულობა. ეს არის მხოლოდ ამ შემთხვევის, აი რაღაცნაირად მხოლოდ ნაწილი რომ ჩამოინგრა და არა ის რომ მთლიანადაც არის მოსალოდნელი ასეთი შენობა ჩამოგვემსხვრეს თავზე და ასეთი არის ძალიან ბევრი. და ერთი რამ აუცილებლად, აი როცა გვეკითხებიან რატომ ევროპა, ხო? აი იმიტომ მეგობრებო რა, ვიცით ყოფილ ვართ, ვიცით როგორ უფრთხილდებიან მათ არქიტექტურულ ძეგლებს, როგორია მოვლა პატრონობა, როგორია უსაფრთხოების პრევენცია და ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, როცა ლატვიაში თუ სწორად მახსოვს 2013 წელს გადადგა პრემიერ-მინისტრი იმის გამო, რომ სუპერმარკეტში ჩამოინგრა ჭერი. ანუ პრემიერ-მინისტრი იყო სუპერმარკეტის ჭერზე პასუხისმგებელი, ხა ქართული ოცნების ლოგიკას რომ გავყვეთ, ხო? ანუ ჩათვალა ადამიანმა, რომ ის არის პასუხისმგებელი, იმიტომ რომ არის ამ შემთხვევაში ხელისუფლების სათავეში. და ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? სცენა იყო დაახლოებით ასეთი. გაიგო კახა კალაძემ, დაუძახა ბენდელიას, რაღაცა მითხარი, აი იმა რა უთხრა მეხუთემზე მოიცავ, კითხავ, ჩავიდე სადღაც სპეციალისტამდე, დაადგინეს გუშინ რომ იყო მეხუთე კატეგორია, მერე ვიღაცამ ჩაუსწორა მეხუთე არა მესამე, ანუ აი ესეთი დილეტანტურია მიდგომა და ამ დროს მერი დგას და ატყუებს ხალხს, რომ იცი რა მეხუთე არა მესამე, რომელი დაიჯეროს, ეს ფეხბურთი არ არის, სადაც მოტყუება შედეგზე გაგიყვას და გოლს გაგატანიეს. ეს არის ქალაქი და ადამიანების სიცოცხლე და მერი არის პოლიტიკურად პასუხისმგებელიც, სამართლებრივად პასუხისმგებელიც და სამსახურებრივად პასუხისმგებელიც, როცა ის დგას ქალაქის დედაქალაქის სათავეში. კი ბატონო, კი ბატონო. მე იმდოდა მეთქვა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც იშველებენ ხოლმე, კანონი არ გვაძლევს რაღაცის შესაძლებლობას. ჩვენ ნახეთ, როგორი სისწრაფით ხდება რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, დრაკონული კანონების მოსახლეობისთვის დაწესება ჩვენი შევიწროებისთვის და როცა ადამიანის, ანუ როცა ჰუმანური მიზნებისთვის კანონმდებლობა ცვლი, ასეთი იდეაც არ მოსდის თავში ქართულ ოცნებას და აუცილებლად აქვე კადრები რომ გადიოდა, აქამდე არ ვიყავი დაკვირვებული, აი იმ გამოსახლების კადრებში ლაშა რა გვარია პოლიციელი ლაშა სალუქვაძე აქტიურობდა ძალიან იმ გამოსახლების კადრებში და ახლა ზუსტად იგივე აქტიურობით გამოირჩევა ხოლმე, როდესაც ჩვენ წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მოქმედებს და მართლაც ასე ვთქვათ სიკოს აზრს გავაგრძელებ, თუ რამე გვაქვს დღეს გამოსაგლეჯი, ეს არის მთელი ქვეყანა, რომელიც უნდა გამოგლიჯოთ აი ამ არაადამიანურ ასე ვთქვათ რაღაცა წარმონაქმს, რომელსაც დღეს წარმოადგენს ქართული